საკითხები მოაწერს თუ არ მოაწერს, მას შემდეგ რაც გავარკვიეთ პარლამენტის არჩევანი, ახლა იზღადაგვრჩენია თავი ამ კითხვით შევიქციოთ. ბესელია ფოფხაძე სესიაშვილის კანონად ქცეული ინიციატივის მომავალი ახლა უკვე მეტომდებლის ხელთაა. სწორედ მან უნდა გადაწყვიტოს დაგვიტოვებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი ასეთი სახით მიღებულ კანონს, თუ წყალში ჩაუყრის საპარლამენტო სამეულს ბოლო დროის ნაშრომს. პრეზიდენტის სამუშაო მაგიდა პარლამენტიდან კანონს, პარლამენტი კი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელის. საკანონმდებლო ამ მოლოდინში მარტო არ არის. მათთან ერთად არასამთავრობო სექტორიც ინტერესით აკვირდება, რას აირჩევს პრეზიდენტი. მანამდე კი მესამე სექტორი დროს არ კარგავს და აქციებს მართავს. ვასილ დაბრუნდაშვილი გვეტყვის, როგორ შეიკრება მოსმენების კვანძი. ეს შენ გეხება, შეასრულე წინა საარჩევნო დაპირება, ნუ გვისმენ. ამ ლოზუნგებით 10-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი დღეს ქუთაისის საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბა. პროტესტის ორგანიზატორებმა დეპუტატების სირცხვილის კორიდორში გაატარეს. პარლამენტმა არ შეასრულა ამომრჩევლის დაკვეთა, რომლის მოთხოვნაც იყო, რომ შემწყდარიყო უკანონო მოსმენები და აღნიშნული კანონპროექტის ფარგლებში ვფიქრობთ, რომ უკანონო და შეუზღუდავი მოსმენები შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან იქნება შესაძლებელი. არ შეიძლება, რომ ვიღაცები ჩვენს მოქალაქეებს უძრებოდნენ გულში, სულში, ჯიბეში დაუშვებელი ასეთი დრაკონული არადემოკრატიული კანონების მიღება. მესამე სექტორის პროტესტს დღეს ომბუდსმენით შეუერთდა. უჩანანუარი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ საზოგადოება კეთილი პოლიციელის იმედად არ უნდა დატოვოს. სახალხო დამცველი ისეთ საკანონმდებლო ჩარჩოს ითხოვს, რომლის მიხედვითაც უკანონო მოსმენები და მიყურადება აღარ მოხდება. საზოგადოებაში იყო მოლოდინი, რომ მოხდეს სისტემური ცვლილება და სისტემური ცვლილებისთვის აუცილებელი არის კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ არ უნდა ვიყოთ დაიმედებული კეთილ პოლიციელზე, რომელიც არასოდეს არავის მოусმეს. უნდა აღდგეს დობა და ეს დობის აღდგენა უნდა დავიწყოთ პოლიტიკოსებმა. შესაბამისად მე ამ არგუმენტაციით ვადებ ამ კანონს ვეტოს. მოსმენებზე ერთი ვეტო პრეზიდენტის ანგარიშზე უკვე არის. სამი მოსმენით მიღებულ კანონზე საბოლოო სიტყვა ამჯერადაც მარგველაშვილს ეკუთვნის. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კანონს ელოდებიან. კანონის მიმღები ორგანო კი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. რა მოხდება თუ პრეზიდენტმა კანონს ისევ ვეტო დაადო? მოვუწოდებ პრეზიდენტს, რომ ანგარიში გაუწიოს იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობას დღეს შექმნილია საზოგადოებრივ და პოლიტიკურ სივრცეში. მე მგონი ყველა დარწმუნდა იმაში, რომ ჩვენ დემოკრატიული უმრავლესობა გვაქვს და არა თქვათ მონების გუნდი. როდესაც ვეტოს დაადებს პრეზიდენტი, მან აუცილებლად უნდა წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება და ჩემი გადაწყვეტილება სწორედ იმაზეა დამოკიდებული, თუ რა შინაარსის იქნება ეს ალტერნატიული წინადადება. პრეზიდენტმა მოსმენების შესახებ კანონის პირველ ვარიანტს ვეტო 31 ოქტომბერს დაადო. იმ შემთხვევაში თუ მარგველაშვილი კანონმდებლებს ამჯერადაც არ დაეთანხმება, პარლამენტს ერთ-ერთი რთული პროცედურის ვეტოს დაძევისთვის მომზადება მოუწევს. პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის მიერ მომზადებული ანტიანექსიური რეზოლუციის პროექტის განხილვა მიმდინარეობს. დოკუმენტის თანახმად საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის მხრიდან ანექსიის შესაჩერებლად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას. ეს ქმედითი ნაბიჯები კი ოპოზიციამ 11 პუნქტად ჩამოაყალიბა და დეპუტატებს სესიაზე წარუდგინა. სამინისტროს მიაჩნია, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ სანამ საკითხს ოფიციალურად. რუსეთი ნაცადი ავანტიურისთვის ემზადება. ოკუპირებულ სოხუმთან სამოკავშირეო ხელშეკრულების დადების შემდეგ შესაძლოა მსგავსი დოკუმენტი ცხინვალთანაც გაფორმდეს. ასეთ ინფორმაციას ავრცელებს დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელი ბორის ჩოჩიევი. რა პირობები ჩაიწერება დოკუმენტში და რამდენად განსხვავებული იქნება ის აფხაზეთთან დადებული ხელშეკრულებისგან, ჯერ უცნობია. თუმცა ჩოჩიევი იტარ-ტასთან ინტერვიუში ამბობს, რომ მთავარი აქცენტი უსაფრთხოების ახალ სტანდარტებზე გაკეთდება. ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოების გააქტიურებას ელის. რა სურს ცხინვალს და რას უპირისპირებს ანექსიას თბილისი, ბექა პატურაშვილი გიამბობთ. მიზანი მოკავშირეობა და სტრატეგიული პარტნიორობა, ხასიათი ინტეგრაციული. მოსკოვთან ახალი შეთანხმების გაფორმება დღეს სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარემ დააანონსა. ანატოლი ბიბილოვამდე იყო დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება, სადაც ბორის ჩოჩიევი რუსეთთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას უსვამდა ხაზს. ჩვენ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ვამუშავებთ ახალ კომპლექსურ ინტეგრაციული შეთანხმების პროექტს. ის უკვე მოქმედი შეთანხმებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, რამდენადაც დოკუმენტი ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობას ახალ დონეზე აიყვანს, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში. სამხრეთ ოსეთისთვის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ შეთანხმების ხელმოწერა უსაფრთხოების გამყარებას მოიტანს.
ცხინვალსა და მოსკოვს შორის ახალი შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა მოულოდნელი არ ყოფილა საქართველოს მთავრობისთვის. მინისტრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აფხაზეთთან შეთანხმების მსგავსად ეს ხელშეკრულებაც არალეგიტიმური იქნება. ეს იქნება ისეთი უკანონო, მას არ იქნება არც საფუძველი, ისევე იქნება სოფლის აღქმული როგორც აბსოლუტურად არარსებული რამ დოკუმენტი, როგორც იყო აფხაზეთის მმართველები. ჩვენი მცდელობა ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, გრძელდება მუშაობა, რომ არ შედგეს, ან თუ შედგება მისი იმპლემენტაციის პერიოდში მაქსიმალურად უკვე ჩართულები, რომ ესეთი რაღაც ასე ვთქვათ, ანექსიის შემდგომი საფეხურები არ განხორციელდეს. მოსკოვთან შეთანხმების შესაძლო გაფორმებას დღეს ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციის უფროსიც გამოეხმაურა. დიმიტრი სანაკოვევი ამ ეტაპზე რუსეთთან სრული ინტეგრაციის საფრთხეს გამორიცხავს. Რომ გითხრა, რომ ინტეგრაცია მოხდება და ოსეთი ცხინვალი შევა რუსეთის ფარგლებში, არ ამგონია და არ არის საჭირო რუსეთისთვის ეს კლასი არ გავაკეთოს. ხელშეკრულების უკანონობას უსვამენ ხაზს ქართველი კანონმდებლები. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები პარტნიორი ქვეყნების მხრიდან მკაცრ რეაგირებას ელოდებიან. რაც შეეხება უმცირესობას, ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება საფრთხეებს სათანადოდ ვერ აფასებს. სოფლიოს დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით ცით და ვფიქრობთ, არ დააყოვნებს იგივე რეაგირება, როგორც აფხაზეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებას მოყვა. პუტინი უბრალოდ ცდილობს მოასწროს სანამ საერთაშორისო თანამეგობრობა მის რეჟიმს ვთქვათ, სერიოზულ ზიანს მიაყენებს სანქციებითა და იზოლაციით, მოასწროს კიდევ რაღაცეები და დაპყრობილი ტერიტორიების ვთქვათ, მიერთება გააფორმოს ამა თუ იმ სახით. De facto სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებაში არ გამორიცხავენ, რომ კრემლთან შეთანხმება დეკემბრის ბოლომდე ან 2015 წლის დასაწყისში გაფორმდეს. აფხაზეთი და ბოლო დროს გაფორმებული ხელშეკრულება იქნება ინგაგის გადაცემის მთავარი თემა. ინგა თავად გაგვაცნობს ახლა რეაქციის სტუმრებსა და თემატიკას. ინგა გისმენთ. საღამომშვიდობის დიახ თემა, რომელიც აღელვებს აბსოლუტურად ყველა ქართველს. არის თუ არა მოსალოდნელი, რომ აფხაზეთის შემდეგ უკვე ცხინვალთანაც გააფორმოს კრემლმა იგივე ხელშეკრულება და ეს ყველაფერი ნიშნავს თუ არა იმას, რომ უკვე ღიად გადაიფორმა რუსეთმა ჩვენი დაკარგული ტერიტორიები და კიდევ ერთი, კარგავთ თუ არა სამუდამოდ სოხუმსა და ცხინვალს. ეს იქნება ჩვენი დღევანდელი რეაქციის თემა, გვექნება ძალიან საინტერესო ცხარე დისკუსია ამ სტუდიაში ზუსტად საღამოსაძე პოლიტიკოსები, ხელისუფლება, ოპოზიცია და საზოგადოება. რას ფიქრობენ ჩვენი თანამოქალაქეები, რას მოგვიტანს ეს ხელშეკრულებები და რამდენად ქმედით უნარიანია დღეს ჩვენი ხელისუფლება, რომ საბოლოოდ არ დავკარგოთ აფხაზეთი და არ დავკარგოთ ცხინვალი. ასევე ჩვენი დღევანდელი რეაქციის თემა იქნება ოჯახური ძალადობის თემა. ცნობილი ადამიანების სპეციალურ აქციაში, სპეციალური კლიპით გაერთიანებულები არა ოჯახურ ძალადობას, როგორ აპირებს დაიცვას შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის ქალები, ეს ოჯახში ძალადობა ხორციელდება, გვექნება ძალიან საინტერესო თემა, ასე რომ ვართ ეთერში ზუსტად 22 საათზე იყავით ჩვენთან. იქნებით თქვენთან და დაველოდებით 10 საათს. ინგა გრიგოლია საუბრობდა პირდაპირ ეთერში რეკლამის შემდეგ. დაუბრუნდებით დღის მთავარ თემას და ეკა ბესელიას არგუმენტებს მოვისმენთ მოსმენებთან დაკავშირებით. დახვეწილი ინტერიერი, სადღესასწაულო დარბაზების საახალწლო წვეულებებისთვის, მრავალფეროვანი ქართულ-ევროპული მენიუ გურმანებისთვის და ბარ-ლაუნჯი გემოვნებიანი სტუმრებისთვის. საშობაო საჩუქარი, სპეციალური შეთავაზება კომპანიებს საახალწლო კორპორატიულ წვეულებებზე. სასახლე თქვენი კომპანიის ხარისხის ნიშანია. მოიგე ჯეკპოტი 700,000 ლარზე მეტი და აიხდინე ყველა ოცნება. თხილით მაგაქვთ მოცულობა აგლია? ინოვაცია შვარცკოპისაგან. გლისკური ჰიალურონი პლუს თმის შემავსებელი. ჰიალურონი აღადგენს თმის სტრუქტურას, აჯანსაღებს მას და ანიჭებს უზადო მოცულობას. თქვენი თმა 10 წლით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება. მაკრატრის მაგივრად სადეთ ახალი გლისკური ჰიალურონი პლუს თმის შემავსებელი. შვარცკოპი, პროფესიონალთა გამოცდილება თქვენი თმისათვის. თქვენი გემრიელი არჩევანი. გვასწავლიდნენ, რომ კაცები არტირიან. ნემიროვი, არაღი არის ეს. სასიცოცხლო ძალების დასაბრუნებლად მიირთვით ჯაფა.
მათგან მონიჭებული ყველაზე მდიდარი შეგრძნება. შეიგრძენი ხილის ნამდვილი გემო. ჯაფა. აირჩიეთ მხოლოდ ნატურალური. ეს არ არის კალამი. ის იოლად მონიშნავს და მიამაგრებს. და ვიდრე შენ ფიქრობ, ის მოქმედებს. ამიტომაც ეს არ არის უბრალო კალამი. ეს ყველაფერი არის ახალი Galaxy Note 4. სახალხო საჩუქარი, პლანშეტური კომპიუტერი, თოვლის ბაბუამ ბავშვებს ტექნობუმში დაუტოვა. იჩქარეთ რომ გაიტანით. ტექნობუმი. იპოთეკური ლომბარდი თვეში 1.75%-დან. საქართველოს ნებისმიერ წერტილში მდებარე უძრავი ქონების უზრუნველყოფით. წლამდე ვადით. ლიბერტი ბანკი, ყველგან და ყველასთვის. მორიგი შეხვედრა ან საუკეთესო საღამო. არაღიზიონაა მარკა, დრო გადის ჩვენ არ ვიცლებით. ნოუთბუქი, Asus-ი, ფასი 799 ლარი. ნუ გადაიხდით მეც. ტექნობუმი. აღნიშნეთ ახალი წელი ბეკოსთან ერთად. შეიძინეთ ბეკოს პროდუქცია საახალწლო ფასდაკრებით და მიიღეთ უამრავი საჩუქარი. შეიძინეთ განვადებით დღესვე და დაიწყეთ გადახდა მხოლოდ 3 თვის შემდეგ. გამოჩდი და გვინახე, ყველა გვიყურებს ნახე. მაგრამ მე დღეს ვარ. Always-ი ახალი ზედაფენით ისრუდავს მომენტალურად. მაშინაც კი თუ მას გადააბრუნებთ და ზედაპირი რჩება მშრალ. გამოჩდი ვარ ჩვენივად, იმოძრავე თავისუფლად და ნახე შენი. იცავს წამებში, იცავს საათების განმავლობაში დაცვას ისუფთავე Always-ი. როგორი აუცილებელია იგრძნო აწმყო და დატკბე სრული თავისუფლების მომენტით, ცხოვრების უსასრულო ხმოვანებით. მიხვდე რომ შეჭირებაც ნაწილია მოგზაურობისა. მოგზაურობა სხვა ადამიანებთან, შენთან და შენს ნაპირებთან. ჩაი გრინფილდი, შინაგანი ჰარმონია. კარგია. მოგწონია. არაღი უშმა, სიამოვნება სწორარჩევანშია. RMG ექსპორტის მოცულობით მეორე ადგილზე მყოფი კომპანია, რომელზეც ქვეყნის ექსპორტის 10% მოდის. კომპანია RMG, ძლიერი წარმოება, ძლიერი რეგიონი, ძლიერი ეკონომიკა. ეს არის ქრონიკა რვაზე, ვუბრუნდებით დღის მთავარ თემას. კიდევ ერთ სტუმართან ერთად ეკაბესელი ახლა პარლამენტიდან საღამოშტობის საკაბატონო ეკად, მადლობთ თქვენ რომ მონაწილეობთ გადაცემაში. დღეს გედავან ფოფხაძემ ასეთი რამე განაცხადა, რომ ეკაბესელი არის პოლიტიკოსი, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს. ნიშნავს თუ არა ეს კაბატონო ეკა იმას, რომ თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას ყველა იმ ხარვეზე, რომელიც შეიძლება ამ კანონის ამოქმედებას მომავალში მოხვას? დიახ, დღეს პასუხისმგებლობის საკითხი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბარომეტრი, რომლითაც იზომება გადაწყვეტილებები, რომელსაც ჩვენ ვიღებთ პარლამენტში და ჩვენ არ აურჩევი ვართ ხალხს იმისთვის, რომ საკუთარ იმიჯზე და საკუთარ რეიტინგებზე ვიფიქროთ, არამედ მივიღოთ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ ზოგჯერ შენი პირადი ნერვების, ემოციის თუ ტკივილის თუ განცდის ხარჯზე თუ კი სჭირდება ქვეყანას, ჭირდება ჩვენს ხალხს და ჭირდება ქვეყნის მეტ სიმტკიცეს და უსაფრთხოებას მიიღო პრინციპული გადაწყვეტილებები. პასუხისმგებლობა ჩვენ ავიღეთ მთავრობაზე, როდესაც კანონს ვიღებთ, რომელიც უნდა შეასრულოს საქართველოს მთავრობამ. და კონკრეტულმა ინსტიტუტებმა, სამინისტროებმა ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ვინაწილებთ გუნდურად და არ შეიძლება იყო ხელისუფლებაში და შენივე უწყებას გამოუცხადო უნდობლობა. ამიტომ ის კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ნიშნავს იმას, რომ შემოგვაქვს უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე იყო ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით
ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს შემოგვაქვს უკეთესი რეგულაცია, ვიდრე იყო უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის იდეალური, არ არსებობს იდეალური ფორმულა, რომელიც მსოფლიოში ვინმე მოიგონა დღეს და დღეს ყველგან არსებობს ეს პრობლემა მეტნაკლებად, მაგრამ ჩვენ ნაბიჯებს დგამთ წინ. თუმცა ჩვენი წინასწომარი ქალბატონი თინა საუბრობდა, რომ გაკეთილშობილება ამ კანონის შესაძლებელი იყო, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ გადავდგით უკან ნაბიჯი, ვიდრე წინ წავიწიეთო, ქალბატონო ეკა. ეს არ არის სწორი, ქალბატონო თია. მე კონკრეტულად მითხრან ერთი ნორმა, რომელიც აუარესებს იმას, რაც იყო აქამდე. დამისახელო კონკრეტული ნორმა. ჩვენ გავითვალისწინებთ ყველა შორის, რომ ოტოს აღარჩება ვალდებულება მოპოვებული ჩანაწერების განადგურების. ეს იყო ერთი და მეორე, რომ ძალოვანებს არ უნდა ქონდეთ წვდომის გასაღები. დიახ. არ არის ესე და გეტყვით. ქალბატონ თინა რომ დარჩენილი ყოს ხდომაზე, იქ აუცილებლად მოისმენდა იმ ახალ ფორმულირებას, რომელიც ჩვენ შემოვიღეთ ოტოსთან დაკავშირებით და ეგრეთ წოდებული ოტო, ანუ ტექნიკური დეპარტამენტი, რომელიც არის სამინისტროს უწყება, სადაც ჩავწერეთ, რომ ეს უწყებაც არის პასუხისმგებელი ინფორმაციის შენახვაზეც, ინფორმაციასთან გარეშე პირების დაშვება რომ არ მოხდეს, მას ეკისრება პასუხისმგებლობა როგორც საგამოძიებო ორგანოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ეს დავამატეთ, ქალბატონი თინას შენიშვნა იყო გუშინ სხდომაზე, გავიზიარეთ უფრო ფორმულირება, რომ კაფიო გავაკეთეთ, ისევე როგორც ბევრი სხვა შენიშვნა იყო გაზიარებული, მაგრამ უკვე ეს ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილშია გადასული. რეალურად ეს არ არის კანონის ნორმებზე დავა, იმიტომ რომ მე ვერ ნახე გუში მეორე მოსმენის დროს ვერავინ, ვისაც რეალურად აინტერესებდა ეს საკითხი გარდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისა, რომლის ყველა შენიშვნა გავიზიარეთ გარდა ერთისა, მას უნდოდა რომ აი ეს საკონტროლო ღილაკი, რომლითაც ხდება გაკონტროლება სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოგვეღო, მესმის მისი არგუმენტაცია, იმიტომ რომ ამაზე იყო განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ჩვენ ვთქვით, რომ შემოვიღოთ უფრო ძლიერი კონტროლის მექანიზმი, ასე რომ მივიღეთ უკეთესი ნორმები, ვიდრე იყო ის, რაც ეხებოდა აგვისტოში მიღებულ ცვლილებებს, ხთეა, მინდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ არც ერთი არ გაუარესებულა, თუ კი რამე ნორმა იყო, რომელიც ეხებოდა იმ რეგულაციებს ამოვიღეთ, ასე რომ მაქსიმალური კონსენსუსის გზით მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, მაგრამ უკაცრავად ეს პოლიტიკური პროცესისთვის თუ ვინმე სჭირდება და ამიტომ აძლევს არასწორ ინტერპრეტაციას, ესევე როგორც თქვენ გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ კეთდებოდა განცხადებები, რომ აი კანონში არ წერიაო ორმაგი გასაღებიო, ორეტაპიანი სისტემა, აბესაც წერიაო. თურმე აღმოჩნდა რომ წერია და წერია რამდენიმე ადგილას. მე ამბობდნენ რომ აი აუარესებს წინა ნორმებსო, ვეკითხები, აი რითი აუარესებს? მითხარით კონკრეტულად. ვერ მივიღე პასუხი. ბატონი შავგულიძე ამბობდა რომ აიო სად არისო კომპიუტერულ სივრცეს ატო ვერ აკონტროლებსო ინსპექტორი. მეუბნები რომ შემომთავაზეთ ფორმულა არსებობს ესეთი რომ აბსოლუტურად გააკონტროლოს ინსპექტორმა ვირტუალური სივრცე, ეს ხო რაღაც არარსებული ფორმულაა, თუმცა ჩვენ პოსტ მონიტორინგი მაინც გვიდევს მათ შორის ინტერნეტ კომუნიკაციებიდან მიღებული ინფორმაციები. დამოკიდებულია პრეზიდენტზე, რასაც თქვენ საუბრობთ, ეს იყოს ხელმოწერილი და შემდეგ ამოქმედეს კანონის ფარგლებში. როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტი გამოიყენებს თუ არა ვეტოს უფლებას და თუ კი გამოიყენებს, თქვენ უმრავლესობა შეძლებთ თუ არა ვეტოს დაძლევას, იმიტომ ბოლოს მესამე მოსმენისას მხარდამჭერი იყო 73 დეპუტატი და ვეტოს დასაძლევად 76 ხმა გჭირდებათ. მოიპოვებთ 76 ხმას? არა, მინდა დავაზუსტო რომ იყო 75 პირველ და მეორე კანონპროექტებზე. უბრალოდ აი დღეს იყო თავიდან 75 იყო რამდენჯერმე, უბრალოდ ბოლო ორი ეს იყო მექანიკური შეცდომა, რომ ვერ მოასწრო ორმა დეპუტატმა ხმის მიცემა, მაგრამ 75 ხმა დღეს დაფიქსირდა. ბატონი თედო ჯაფარიძე დღეს არ იყო სესიაზე და ბუნებრივია ისიც უმრავლესობის წევრია, ასე რომ ჩვენ ვეტოს დაძლევის პრობლემა არ აგვაქვს, მაგრამ მე მგონია რომ ჩვენ აქ უნდა შევხედოთ საკითხს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, იმიტომ რომ აქ საკითხი ეხება უსაფრთხოების თემებს და ბუნებრივია რეგულაციების გარეშე არ უნდა დარჩეს სამართალდამცავი ორგანოები, თუნდაც რამდენიმე დღით და ამ პროცედურას ბუნებრივია გარკვეული დრო ჭირდება. ამიტომ მე ამ ყველაფერს უყურებ არა იქიდან გამომდინარე, რა ემოციური დამოკიდებულება ექნება ქვეყნის ხელმძღვანელებს და მე რო ვიყო ვთქვათ
ქვეყნის პირველი პირის ადგილზე, არამედ რა ჭირდება ქვეყნის სიძლიერეს, უსაფრთხოებას, სტაბილურობას, ჩვენი მოქალაქეების დაცულობას და ასე შემდეგ. ამდენად მე მაქვს მოლოდინი, რომ ლოგიკიდან გამომდინარე რა თქმა უნდა ის კანონი რომელიც პარლამენტმა მიიღო სადაც ევროკავშირის დირექტივები იყო გათვალისწინებული სადაც ექსპერტების მოსაზრება იყო გათვალისწინებული ძალიან დიდი ნაწილის არასამთავრობო ორგანიზაციების და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მე ვფიქრობ რომ ჩვენ მივიღეთ უფრო მაღალი სტანდარტი კიდევ უფრო უკეთესისთვის უნდა მოვემზადოთ და ეტაპობრივად უნდა ვიაროთ აქეთკენ მაგრამ ამისთვის საჭიროა ბუნებრივია ძალიან მაღალი პასუხისგებლობა და სახელმწიფოებრივი აზრობა დიდი მადლობა ქალბატონო ეკა ჩვენ მივადევნებთ თვალყურს როგორ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი და ასევე როგორ იმოქმედებს ეს კანონი პრაქტიკაში ბაქო-თბილისი ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ტესტის გასავლელად უკვე მზად არის. როგორც ეს ცოტა ხნის წინ ბიზნეს ფორუმზე პრემიერმა გითხრა. ჩვენმა კორესპონდენტმა სანდრო ჯუფალაკიანმა მიმდინარე